მსჯელობისას გადაუხვიოთ როგორც ოცნების მეინსტრიმს, ასევე ოპოზიციურ მეინსტრიმს. გადახვევა ამ ორი მეინსტრიმისგან სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არც დრამატიზირება გვარგია და ვაიმე რა გვეშველება აწიო და არც გაუბრალოება და კაპიტულება ამა თუ იმ ფაქტის. გასაგებია, რომ ახლა მინისტერიალზე არაერთი რამდენიმე ათეული ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩასული. გასაგებია, რომ წერილთან დაკავშირებით შეიძლება დაიშტამპა ანალოგიური შინაარსის წერილები მრავალი სხვა ქვეყნის ლიდერის მისამართით, მაგრამ ეს რაც შეეხება ნაცრის თავზე არ მოყრის საკითხს, მაგრამ ძალიანაც არ გავაუბრალოებდი და რატომ ესე იგი ზოგადად დავიწყოთ იმით, რომ დასავლური პოლიტიკა პოსტსაბჭოური სივრცის მიმართ ყოველთვის გამოირჩეოდა თავისებურებით. ეს თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ორი პრობლემა ჰქონდათ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს. პირველი, რომ ნეფსი თუ უნებლიეთ აღიარებდნენ ამ ზონას როგორც რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების ზონად და მეორე, ყოველთვის მათი პოლიტიკა მაინც სანახევროდ იყო. ანუ ისინი საუბრობდნენ დემოკრატიზაციაზე, ადამიანის უფლებებზე, ინსტიტუციურ რეფორმებზე, მაგრამ ამ პოლიტიკას აკვდა მთავარი, რომ გნებავთ დემოკრატიზაცია, გნებავთ ადამიანის უფლებები, გნებავთ ნებისმიერი სხვა საკითხი, განხორციელებადი სრულად იქნებოდა მხოლოდ მყარი დასავლური უსაფრთხოების გარანტიების ქოლგის ქვეშ. ამიტომაც ვახსენեմ ეს ორი წინაპირობა და თანდათანობით რომ განვავითაროთ და უფრო საინტერესოდ გავხადოთ. ეს გარანტიები დასავლური გვაქვს ძალიან დაკარგული, აი მოცემულობით რაც ახლა გვაქვს. არა თანმიმდევრულობის ხაზი მინდა განვავითარო და მოვიდე ტრამპის ადმინისტრაციამდე. ეს იყო ეს თქვა სანახევროდ წარმოებული პოლიტიკა. მოგწონს თუ არ მოგწონს, ახლა ამ გადმოსახედიდან რეტროსპექტივაში ჩვენ სწორედ ასე შეგვიძლია კვალიფიკაცია მივცეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მადლიერი ვართ, იმიტომ რომ არა დასავლური პოლიტიკა ქართული სახელმწიფო დღემდე არ მოვიდოდა იმ ფორმით, თუნდაც რა ფორმითაც დღეს ჩვენ გვაქვს, მაგრამ აი დღეს ფაქტიურად ეს სანახევრო პოლიტიკა ივსება იმით, რომ თითქოს და დასავლეთი უფრო მეტი ინტერესი ჩენს რეგიონისადმი და შესაბამისად იჩენს რა რეგიონისადმი უფრო სრულფასოვან ინტერესს. აქ მეორე პრობლემას ვაწყდებით, ეს არის აი ტრამპი თუ ვახსენებთ, თქვათ, მისი არათანმიმდევრული მიდგომა. ამდენად, როდესაც მე ვახსენე ქალბატონოებმა, რომ იცით ახლა ნუც განვადიდებთ და გავაზვიადებთ მნიშვნელობას, მაგრამ ნუც დავაკნინებთ. სამართალში არის ესეთი უცნაური ტერმინი, რომ ნივთის არამართლზომიერი ფლობის შემთხვევაში შეიძლება არამართლზომიერმა ფლობელმა, გარკვეული პირობები არის კიდე, უკეთ საკუთრებაც განაცხადოს ამა თუ იმ ნივთზე. ახლა მინდა დელიკატურად აღნიშნო, რომ ჩვენ კი ვამბობთ, რომ ქართული ოცნების ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რომ ჩატარებული არჩევნები მრავალ კითხვას იწვევს ლეგიტიმაციის კუთხით, მაგრამ დროის გარკვეულ განმავლობაში ტრამპის არათანმიმდევრული პოლიტიკიდან გამომდინარე, თუ მან დაინახა, რომ სტატუს კვო ნარჩუნდება, არ გამოვრიცხა, მით უმეტეს ახლა უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრობდით, უფრო მეტ გაცხადებაზე დასავლური პოლიტიკის, რომ მან იმდენად დემოკრატიული პარტნიორი კი არა, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს. ეს შეიძლება არ იყოს ჩვენთვის კომფორტული. რაში შეიძლება გამოიხატოს ჩვენ შორის შეიძლება კიდევ გაჩნდეს ახალი პარტნიორობის დოკუმენტი. შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ რა თქმა უნდა ფონი დღეს ჯერჯერობით ქართული დემოკრატიის საკეთილდღეოდ არის, რომ შეჩერებული არის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ჩვენ გვესმის სხვადასხვა შეფასებები კონგრესში და არა მხოლოდ იგივე რუბიოს პირით ჩვენ მოვისმინეთ, რომ მათ კითხვები აქვს ქართული პროცესის მიმართ, მაგრამ იმეორებ, ეს არათანმიმდევრული, არაპროგნოზირებადი ტრანზაქციურს უწოდებთ, ხომ? არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულწილად სპირალისებურად განვითარება მოხდეს და რაში შეიძლება ეს ყველაფერი გამოიხატოს? ჩვენ ხომ ვიცით რა უნდათ მხარეებს, ანუ ქართულ ოცნებას პირველ რიგში არც მალავენ ამას, ყველაზე მეტად აწუხებთ სანქციების საკითხი. ქართულ ოცნებას უნდა რომ ამერიკის შეერთებულმა შტატების ამ ადმინისტრაციამ გაუქმოს წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები. შეიძლება გამოიხატოს, ეხლა რამდენად მაღალი არის ამის ალბათობა, ამაზე მარჩიელობა რთული არის, მაგრამ შეიძლება გამოიხატოს ქართულ ოცნებასთან როგორც ფაქტობრივ, აი მართლზომიერი, არამართლზომიერი ფლობელი რო ვახსენე ნივთის, რომელიც აი მოძრავი ნივთის შემთხვევაში 5 წლის შემდეგ გადადის საკუთრებაში თუ არ ვშტები და უძრავი ნივთის 15 წლის გასა, ესე იგი, თუ ეს სტატუს კვო გამოკიდებული შენარჩუნდა და ქვეყნის შიგნით არ მოიძებნა
საკმარისი რესურსი ცვლილებების მოსახდენა და სიტუაციის გადასატეხად არ არის გამორიცხული რა რომ მოხდეს ტრამპის სტილში და მით უმეტეს ქართული ოცნების მოლოდინების საპასუხოდ ურთიერთობადი მოდით ნორმალიზება, ასე დავარქვათ. და ამ ნორმალიზებაზე მათ შორის არა მარტო ტრამპს უნდა მივაწეროთ მისი წილი პასუხისმგებლობის და არა მარტო ოცნებას, არამედ ქართულ ოპოზიციასაც, რომელიც დღემდე დასავლეთს ერთიანი, კონცენტრირებული, ფოკუსირებული ხმით ვერ ესაუბრება. და ამ ფონზე არ კმარა ვიზიტების რაოდენობა, არ კმარა, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ფორუმების ფორმატში გვერდითი შეხვედრები, ქართული პოლიტიკური ოპოზიცია არ ასხივებს აი იმ ერთიანი პოლიტიკურ ხმას, რომელიც დასავლეთს მას როგორც აი ერთიან კონსოლიდირებულ ერთი ფანჯრის პრინციპით პარტნიორს დაანახებდა. არა და თითქოს კიდევ რა შეიძლება მოხდეს ოპოზიციის თავს იმისათვის, რომ ერთიანობას ასხივებდეს თუნდაც ამ საკითხში მაინც გულისხმობ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეს. სხვათა შორის მინდოდა მეკითხა, სამართალში არსებობს ესეთი პოლიტიკური ტერორიზმი ტერმინი? მე მგონი არ არსებობს. არა, ეს რაღაცა ახალია და როგორც ხედავთ ბოლო 2 დღის განმავლობაში ქართული ოცნება გულისხმობ კობახიძის ინტერვიუს, დინარაძის ბრიფინგს საკმაოდ წარმატებით იყენებს ამ ტერმინს და არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულ ასე ვთქვათ სამართლებრივ პროცესებშიც, რომელიც პოლიტიკურ თემებს ეხება, ეს გამოჩნდეს. უკაცრავად პოლიტიკოსების საქმე. აი ფაქტობრივად ის არის დიდწილად გადახრილი იქეთკენ, რომ დაიჭერენ ყველას, ვინც ახლა თავისუფლებაზეა და ვინც ციხეშია, მათ სასჯელს დაუმატებენ. დღეს უკვე მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა უბრალოდ ციხიდან, ელენე ხოშტარიას გზავნილიც იყო, სააკაშვილი ამბობს, რომ აუცილებლად შესამუშავებელია რაღაცა ერთიანი წინააღმდეგობის ანტისაოკუპაციო წინააღმდეგობის მოძრაობის ფორმირება არის საჭირო და ვისაც ეს არ ესმისო რეალურად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება. აი რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე უფრო მეტი ოპოზიციის თავს დამტყდარი, რომ ახლა მაინც რაღაცა ერთიანი სტრატეგიით ემოძრავათ. სხვათა შორის პოლიტიკურ ტერორიზმზე გამახსენდა, ხა დღეს არ მინდა ანტიტრამპისტული გადაცემა გამოგვივიდეს, მაგრამ ჯერ საქართველოს ხელწერა არის რეალიზმზე დაფუძნებული შეფასებების წარმოჩენა და ჩვენ როგორც კომპაქტურმა ერმა უნდა ვიცოდეთ, როგორც პარტნიორებთან ურთიერთობის ენა, ასევე მოწინააღმდეგებთან ურთიერთობის ენა და ამ ენას უნდა ვკითხულობდეთ, გვესმოდეს და კარგად ვწვებოდეთ. რატო შეგავაკეთე შესავალი ტერორიზმზე გამახსენდა დასავლურ აკადემიურ წყაროებში ტრამპის დიპლომატიას ეძახიან არა მარტო დამუნათების დიპლომატიას, არამედ ტერორის დიპლომატიას, რომ მაქსიმალური წნეხით გამოვაჭრება გარანტირებული მინიმალური შედეგის. ეს პროდ გამახსენდა რა, რომ ესეთი არის ჩვენი სამყარო დღეს, აი ასეთ გარემოებებში ვცხოვრობთ, სადაც აი თეთრად და შავად სასახად დაყოფა მხოლოდ არ ხდება. რაც შეეხება აი ამ განცხადებას და მოლოდინებს. მოლოდინი მაქვს აბსოლუტურად რეალური, ჩემდა საუბედურო თუ სამარცხვინოთ, იმიტომ რომ აი ჩვენ წლების განმავლობაში ხვდებით ეთერებში მე და თქვენ და ეთერიდან ეთერამდე პრაქტიკულად ახალ მოცემულობაში ამოყოფთ თავს. ამიტომ ის რაც დაუჯერებელი იყო 3 თვის წინ, 9 წლის წინ, დღეს ეს ყველაფერი ჩვენ თავს ხდება. ამას ამბობთ როგორც იურისტი თუ ამას ამბობთ როგორც პოლიტიკოსი, იმიტომ რომ ნახეთ საქმე იმ გვარად არის კვალიფიცირებული, რომ ან უნდა დააკავონ, მიუსაჯონ, ან უნდა გაამართლონ. ანუ გამართლების შანსი თითქოს არანაირად სხვა ვარიანტი თუ არსებობს, ეს მინდა კითხოთ როგორც ამას ვამბობ ერთ ამპლუაშიც და მეორე ამპლუაშიც, იმიტომ რომ ამ ორივე ამპლუაში თანაწყობით საუბარს ხელს უწყობს ის, რომ ჩვენთან დღეს სამართალი ემსახურება პოლიტიკას, პოლიტიკურ მიზნებს. ამიტომ იმ პირობებში, როდესაც პროკურატურა არ აწარმოებს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებას, ხოლო სასამართლო სისტემა არის იმ ვითარებაში, რომელშიც არის,
ჩვენ აბსოლუტურად ცალკარში თამაშს ვიღებთ, სადაც პოლიტიკა და სამართალი ერთმანეთთან გადაჯაჭვული არის. სამართლებრივი ნორმები, პროცესუალური ნორმები, რომლებიც მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, აი თავარი პრინციპები, რაც არის პროცესის, აბსოლუტურად ფეხქვეშ არის გათელილი. ამიტომ იქნება პოლიტიკური დაკვეთა, შესაბამისად სამართალი მოემსახურება პოლიტიკურ დაკვეთას, კონკრეტული ინსტიტუტების სახით. თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ დააკავებენ ამ ადამიანებს. ახლა ერთ-ერთი ჟურნალისტი გამახსენდა, რომელიც ხანდახან გადაცემას იწყებს დაკავების დაანონსებით. მათ შორის სტუმართან მიმართებაში ხო და მაქვს ამის რა ქვია და ახლა რა გავაკეთო, იმიტომ რომ როდესაც რაღაცეების არ ვეჯერა. ხოდა ხოლმე მე ჟურნალისტის პროგნოზი სამწუხაროდ უნდა ვთქვათ ესეც. მეც გამეცინა ახლა რა ხო და არჩეულებრივი ადამიანი და ჟურნალისტი ხო, მაგრამ ესე იგი, როცა რაღაცის არ გვეგონა, რომ ეს იყო რა ბლოკბასტერის სერიალიდან და ეს იყო აბსოლუტურად ჰიპოთეტური დასაშვებობა, იქცა პრაქტიკად. ამიტომ ეს ჩარხი, რომელიც ამუშავებული არის ახლა რა და მოძრაობს ყველა შესაძლო მიმართულებით, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ველზე, ეს ვთქვათ, თავისით არ გაჩერდება, ეს რაღაც ლოგიკურ შედეგამდე უნდა გავიდეს და ლოგიკური შედეგი არის, როგორც ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ გიორგი თომასიანმა თქვა, პოლიტიკური ველის სტერილიზაცია. ასე რომ, სანამ ეს სტერილიზაცია არ მოხდება და სანამ ეს ვთქვათ, აბსოლუტურად ეს სრული სიწყნარე და ჰარმონია და სინერგია ოცნების გადმოსახედიდან არ დაისადგურებს თავს ქართულ პოლიტიკურ ველზე, ისე ეს ჩარხი არ გაჩერდება. და აი ამ სტერილულ ველზე თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური საქმიანობა, იმიტომ რომ არც თქვენ, არც გახარიას პარტიას, არც თავისუფლების მოედანს, არც ფედერალისტებს, მე მგონი ევროპული საქართველოც არ არის ხომ ჩამონათვალში, გულისხმობ ორივე საქმეს ვაერთიანებ ხა მე ამ შემთხვევაში პარტიების გაუქმების საქმესაც. თქვენ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არაფერი გემუქრებათ სამართლებრივი სამართლებრივი სასჯელის თვალსაზრისით, ხო? ასეთი რისკები თქვენს თავს არ არის, როგორ წარმოგიდგენიათ თუ ასე მოხდა და თქვენი პროგნოზი გამართლდა და ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ადრე თუ გვიან პოლიტიკური ველის სტერილიზება მოხდეს, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ოპოზიციონერი საქმიანობა? ჩვენ არ გვემუქრება ორი მოსაზრებით. პირველი არის ის, რომ ჯერჯერობით რეგისტრაცია არ დასრულებულა, ამიტომ ჩვენ 3 აგვისტოს უნდა დაველოდოთ როგორც ბოლო ვადას პასუხისა. და მეორე არ გვემუქრება, იმიტომაც რომ ზოგიერთი ჩვენი კოლეგის სახით ჩვენ ვართ მართველი პარტიის პოლიტიკური პროექტი, ამიტომაც შეიძლება არ გვემუქრებოდეს ეს ნახევრად ხუმრობით ვამბობ, თორე შეიძლება სული ხუმრობით და ირონიითაც თქვა. ეხლა სხვა მხრივ მოდით ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა პოლიტიკაზე ფიქრი, იქ სადაც პოლიტიკა არ არსებობს, ძალიან რთულია, რა თქმა უნდა სამართალზე ფიქრი, იქ სადაც სამართალი და სამართლიანობა არ არსებობს, ძალიან რთული არის და მხოლოდ პოზიტიური ნორმების სახით არის კანონმდებლობა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ავიწროვებს ველს. მიუხედავად ამისა, ალბათ ჩვენი ამოცანა იქნება შემდეგი სახის და ჩვენ გვითქვამს კიდევაც არაერთხელ ამის თაობაზე ხალბატონო ემა, რომ მაინც ვინაიდან პროტესტი და უკმაყოფილება არ გამქრალა და ეს უბრალოდ გაფანტული არის სხვადასხვა შრეებში და რაღაცა თქვათ ერთიან პოლიტიკურ ჭურჭელში თავი არ მოუყრია და რა თქმა უნდა ახლა ჯერ საქართველოს ამის ექსკლუზიური პრეტენზია არ ექნება. ჩვენ ასეთ რამეს შევთავაზებთ როგორც ოპოზიციურ პარტიებს, ასევე უკმაყოფილო ამომრჩევლს, უკეთო ვთქვათ ცვლილებებზე ორიენტირებულ ამომრჩევლს. პირველი, რა არის ამ პროცესში წითელი ხაზი? წითელი ხაზი არის არა კითხვაზე პასუხის გაცემა, არჩევნებში იღებთ თუ არა მონაწილეობას, არამედ როგორ არჩევნებში იღებთ მონაწილეობას. ამიტომ დღეს ასევე ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგა ზურა შარაშენიძემ, პარტიის აღმასრულებელი მდივანი არის, თქვა, რომ ყველაზე რეალური ამ შემთხვევაში არის თანაბარი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გასაუმჯობესებლად გარკვეულ წესებზე შემუშავება, გარკვეული წესების თავმოყრა და აი ამ წესების თაობაზე მართველ პარტიასთან საუბარი. ეს ერთი. მეორე, აი ჩემი აზრით, აი ამ მიდგომის ირგვლივ კონსოლიდირება როგორც ოპოზიციური ამომრჩევლის, ასევე ქართული ოცნების ამომრჩევლის, რომელიც ხდება, რომ ეს ვითარება ვერ გასტანს დიდხანს, იმიტომ რომ საკმაოდ ფეთქებად საშიში არის და შეიძლება ჩიხში მოექცეს. რაციომ, უბრალოდ აი რაციონალურმა გონებამ შეიძლება მასაც უბიძგოს, რომ ხშირად ჩვენ ნაპირების შედარება მოყავს, რომ
ერთი ნაპირიდან ეს ადამიანები გადმოიყვანოთ იმ ნაპირზე, რომელსაც არაპარტიული კუთვნილება ექნება კონკრეტული, არამედ ცვლილებებზე ორიენტირებული ამორჩევლის და ადამიანების კუთვნილება ექნება, როგორც ერთიან ნაპირს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესე იგი, ადამიანები, რომლებსაც უნდათ ვითარების განორმალურება, ბიზნეს, რომელსაც უნდა ვითარების განორმალურება, აკადემიურ წრეებს, რომლებსაც უნდათ ვითარების განორმალურება, უსაფრთხოების აპარატს, შეიარაღებულ ძალებს, რომლებსაც უნდათ ღირსეულად ემსახურონ ქვეყანას, შეუძლებელი არის, რომ ესეთი მოწოდება, რომელიც თან ნეიტრალური არის, არ არის არავის მიმართ, წინააღმდეგ მიმართული, მაგრამ აბსოლუტურად ჯანსაღი და კონსტრუქციული, არ შეიძლება არ იყოს ერთიანი გამაერთიანებელი და მაკონსოლიდირებელი ბაზის მატარებელი და კიდევ ერთი მეტად შეიძლება ვინმესთვის წინააღმდეგობრივი. აი ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ პოლარიზაცია და მოუწოდებთ ქართულ ოცნებას, რომ დაასრულოს პოლარიზაცია. ხომ არ შემოვატრიალოთ ჩვენ საკითხი და ხომ არ ვიფიქროთ ჩვენ ოპოზიციამ პოლარიზაციის დასრულებაზე რა გაგებით. როდესაც ეს ნაპირი გაბევრდება, ცვლილებებზე ორიენტირებული ადამიანების შესაბამისად ეს ხომ არ იქნება ყველაზე ეფექტიანი გზა პოლარიზაციის დასასრულებლად, ვიდრე იმის მოლოდინში ოცნება როდის გააკეთებს. ამას მეტადრე რომ ამის გაკეთების სურვილი მას არ აქვს. აი ასეთი ალბათ, ესე თქვათ, აი ცოტა გადასხაფერებული მიდგომა და ხელწერა ხომ არ იქნება შედარებით უფრო ეფექტიანი უკეთესი პოლიტიკური შედეგის მისაღებად. ჯერ ერთი მაინტერესებს ვის აპირებთ რომ ეს ასე ვთქვათ ხედვა იდეა შესთავაზოთ და ძალიან საინტერესოა ეს თქვენი ხედვა რით დაეხმარება დასაჭერად გამზადებულ პოლიტიკოსებსა და დასახურად ფაქტობრივად განწირულ პოლიტიკურ პარტიებს. ალბათ პირდაპირ გაგებით ვერა, მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ რომ ქვეყანას უნდა დაემსგავსოს და ნორმალურ გამართულ ფუნქციურად გამართულ სახელმწიფოდ უნდა ვიქცეთ, რა თქმა უნდა დაეხმარება გარკვეულ კონტექსტში. როდესაც სამართალი ამოქმედება, როდესაც ინსტიტუტები ამოქმედება და ეს ყველაფერი შეუძლებელი არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნორმალური საარჩევნო პროცესისა და ნორმალური არჩევნების გამართვის შედეგად. ამიტომაც კიდევ ერთხელ, აი რეალისტური, არაკონფრონტაციული და სხვათა შორის დასავლეთთანაც იმ საკომუნიკაციო ხიდის უკეთასაგებად, როდესაც ქართულმა ოპოზიციამ შეიძლება ქვეყანაზე პასუხისმგებლიანი ფაქტობრივი ხელისუფლების ფუნქცია საკუთარ თავზე აიღოს. ვისთან წარმოგიდგენთ ბატონო ვიქტორ, აი ამ თემაზე საუბარი ამ ვითარებაში, როდესაც აგერ იმ ფლანგიდან, ვისაც ან დაჭერემუქრება, ან გაუქმება, ან ორივე ერთად, უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ და აგერ მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ აუცილებლად ჩამოსაყალიბებელი რაღაცა ერთიანი ფრონტი იმისათვის საოკუპაციო, როგორც ის ამბობს, იმისათვის, რომ რაღაცნაირად მოხდეს აი ამ სიტუაციის შეჩერება. ყველასთან ხალბატონო ემა, ვინც ამ იდეის მომხრე იქნება, ამ იდგომის მომხრე იქნება, ვიმეორებ პირველი, რომელიც აი საარჩევნო წესების გამოვაჭრებას, გაუმჯობესებისათვის გამოვაჭრებას ემსახურება, შეიძლება არ იყოს სრული იდეალური გამოვაჭრება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ეს თქვათ წონასწორობა მაინც გარკვეული ბალანსი შემოიტანოს და მეორე პოლარიზაციის საკითხთან დაკავშირებით. ეს შეიძლება ძალიან ფართო შრეები, ძალიან მრავალმხრივი შრეები იყოს საზოგადოების და ეხლა ეს არ გადის მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე თავისთავად ცხადია, მაგრამ ალბათ მთავარი ინიციატორები და მთავარი მამოძრავებელი პირველ რიგში პარტიული სუბიექტები უნდა იყვნენ. ეხლა რაც შეეხება მაგრამ თქვენ იცით პარტიების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება არჩევნების მიმართ, ისინი ამბობენ, რომ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას არავითარ და ბოიკოტის. ხო, თქვენ საუბრობთ იმაზე და ზოგადადაც ძალიან მერტულად წარმომიდგენია ვინმე დათანხმდეს ასეთ პირობებში ქართულ ოცნებასთან დიალოგში შესვლას, მაშინ როდესაც ამ ეტაპისთვის უკვე შესაძლებელია თავისუფლებაზე მყოფი პოლიტიკოსები ციხეში იყვნენ და შეიძლება დღის წესრიგში დამდგარი იყოს უკვე მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების გაუქმების საკითხი. ხო, ასეთ ვითარებაში, რა ვიცი, თქვენ რა გარანტია გაქვთ და რა რესურს ხედავთ, რომ ქართული ოცნება მზად არის დაждდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და გარკვეულ კომპრომისზე წამოვიდეს, როდესაც ფაქტობრივად თავად ვიამბობთ, რომ ოპოზიცია მას პრობლემებს
ვერც საშინაო ასპარეზზე და ვეღარ საგარეო ასპარეზზე ვერ უქმნის, ანუ შესაბამისად აი რატომ გაქვთ ასეთი მოლოდინი, რომ შესაძლებელია ვითარებიდან ერთ-ერთი გამოსავალი იყოს დიალოგის დაწყება თანაც საარჩევნო პირობების გამოვაჭრებაზე. ჩვენ პირველივე წუთიდან ამ საუბრის დაწყებისა მაგაზე ვსაუბრობთ. არჩევნები არა თვითმიზანი, არამედ როგორი არჩევნები. სწორედ აქეთკენ განვავითარეთ ჩვენ აზრი, რომ თუ არჩევნები არჩევნებს არ დაემსგავსა, სხვაგვარად არჩევნებში მონაწილეობის მიღება იქნება მასხარაობა. აბსოლუტური დეკორაცია და საცირკო წარმოდგენა. ჯერ საქართველოს ამას არ აპირებს. ეხლა რაც შეეხება გარანტიებს, არაფერი გარანტირებული ამ მხრივ არ არის, მაგრამ თუ შენ პოლიტიკურ ძალად მიგაჩნია თავი და მithumetes პარტიულ სუბიექტად უნდა სადო ყველა პოლიტიკური საშუალება და ჩვენ ვთვლით, რომ ეს კიდევ ერთი მცდელობა უნდა იყოს მანამ სანამ საბოლოო მხილება არ იქნება ხელისუფლებისა, რამდენად პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვს მას არა მარტო საკუთარი საძალო უფლებო სტატუსისადმი, არამედ ქვეყნის აწყოსა და მისი განვითარებისადმი, იმიტომ რომ ნავი თუ ამოყირავდა და გადატრიალდა, ყველანი გადავტრიალდებით და ყველანი ამოყირავდებით. არავინ სამშვიდობოზე არ დარჩება და ეს ქართულ ოცნებას კარგად უნდა ესმოდეს. ტექნიკურად როგორ წარმოგიდგენიათ აი ეს რაღაცა დიალოგის გახსნა, მოლაპარაკებების გახსნა ქართულ ოცნებასთან, ვინმე შუამავალი გეგულებათ, ვინც შეიძლება მივიდეს და დაელაპარაკოს ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილს. მე პრინციპების დონეზე გითხარით, ალბათ ყველას ჩვენ წარმოდგენა გვაქვს, რას ნიშნავს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ეს არის როგორც კანონმდებლობის საკითხები, ასევე კანონმდებლობის მიღმა, გარკვეული საოპერაციო ველი, აი რამდენიმე ვთქვათ, აი გარკვეულ ღონისძიებებზე, როდესაც შეთანხმება მოხდება და ეს და მე ვიცი წარსულში იყო ესეთი დოკუმენტი შემუშავებული, მაგრამ კიდევ ერთხელ არსებულ რეალიებში მოხდეს ეს ვთქვათ რევიზია სადვიმყოფებით. როგორი არის სტატუს კო და როგორ შეიძლება არა მე მგონი ალიანსის მხრიდან იყო სწორედ აი საარჩევნო გარემოზე ესა, მაგრამ ეხლა ვინაიდან ჩვენ საუბრობთ უფრო ვთქვათ ფართო შესაძლო გაერთიანებას როგორც ალიანსში შემავალი პარტიების ასევე ალიანსის მიღმა, ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება იყოს აი მორიგი მცდელობა, რომ ყველა გარდა ქართული ოცნებისა შეთანხმდნენ, რომ აი ეს არის სწორედ კონკურენტული და სამართლიანი. ან გამოვიβაჭრებთ ქართული ოცნებისგან შედარებით სამართლიან არჩევნებს, ან მაშინ რა ვარიანტი რჩება კიდევ? მე ვერ გეტყვით სხვა რა ვარიანტი დარჩება თუ ასეთი გამოვაჭრება არ მოხდება, მაგრამ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს პოზიციას, რომ არჩევნები არა არჩევნების გამო, არამედ არჩევნების ცვლილებების გამო. არჩევნები ცვლილებებისათვის ვერ მოხდება, თუ არჩევნები ფუნქციონალურად, ფაქტობრივად, შინაარსობრივად და არსობრივად არჩევნებს არ დაემსგავსება. ძალიან საინტერესოა ვნახოთ რას ფიქრობენ სხვა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებშიც. ვიქტორ ყიფიანი პარტია ჯერ საქართველოს ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის.